ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა მოჯტაბა ხამენეი თანამდებობის დაკავებიდან პირველად ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რეგიონულ ქვეყნებში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებისთვის ადგილი აღარ იქნება. ეს მას შემდეგ ხდება, რაც შტატების სამხედრო სარდლობამ დაადასტურა, რომ ღამით სამხრეთ ირანში სამიზნეებზე იერიში მიიტანა. ყურბან ბაირამისა და მექაში ჰაჯის მომლოცველობის აღსანიშნად გამოქვეყნებულ 14 გვერდიან წერილობით გზავნილში მოჯტაბა ხამენეი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრესიისა და სამხედრო ბაზების განთავსებისთვის რეგიონში უსაფრთხო თავშესაფრებს აღარ ფლობს და ამასთან თავის ძველ პოზიციას ყოველდღიურად უფრო და უფრო შორდება. დრო უკან აღარ დაბრუნდება. რეგიონის ერები და მიწები ამერიკული ბაზების ფარები აღარ იქნებიან, ამბობს ირანის უზენაესი ლიდერი, რომელიც საჯაროდ მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც მამამისი და თანამდებობაზე მისი წინამორბედი ალი ხამენეი ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის იერიშების დაწყებისთანავე მოკლეს. სამშაბათს სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებული ეს წერილი მოჯტაბა ხამენეის სახელთან დაკავშირებული ყველაზე ვრცელი საჯარო განცხადებაა მის ირანის სულიერ ლიდერად გამოცხადებიდან. მას შემდეგ საერთაშორისო მედია საშუალებები ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ მოჯტაბა ხამენეი მძიმედ იყო დაშავებული. თეირანის სამცნობებზე კომენტარი აქამდე არ გაუკეთებია. ვიდრე ირანის უზენაესი ლიდერის ეს განცხადება გავრცელდებოდა, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ გამოაცხადა, რომ იერიში მიიტანა სარაკეტო ობიექტებსა და ნავებზე, რომლებიც სამხრეთ ირანში ნაღმების განთავსებას ცდილობდნენ. ცენტრალური სარდლობის თანახმად დარტყმები თავდაცვისთვის განხორციელდა და მიზნად ამერიკელი სამხედროების დაცვას ისახავდა ირანის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი საფრთხეებისგან. მათივე განმარტებით ამ ნაბიჯის მიზანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა არ ყოფილა. მომხდარი სხვაგვარად შეაფასა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ამერიკის შეერთებული შტატები ჰორმუზანის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა. وزارت امور خارجه یادآور شده وزارت امور خارجه در بیانیه‌ای با საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰორმუზგანის პროვინციაში ამერიკის შეერთებული შტატების ტერორისტული სამხედრო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის მგმობ განცხადებაში თქვა, რომ ამ აგრესიული ქმედების შედეგებზე პასუხისმგებლობას შეერთებული შტატები რეჟიმს აკისრებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა უპასუხოდ არც ერთ აგრესიულ ქმედებას არ დატოვებს და ირანელი ხალხის დაცვის საქმეში უკან მცირედაც არ დაიხოს. საგარეო უწყების თანახმად ბოლო 48 საათის განმავლობაში მეკობრეობისა და მტრული ქმედებების მრავალი შემთხვევა ჰორმუზგანში კაიროს ქარტიის მეორე მუხლის მეოთხე პუნქტის აშკარა დარღვევასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს. ირანის სახელმწიფო მედიამ საპორტო ქალაქ ბანდარ აბასში აფეთქებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებია. ადგილობრივმა მედიამ ასევე დაწერა, რომ ინციდენტის შედეგად ისლამური რევოლუციის გუშაქთა გვარდიის 4 წევრი დაიღუპა. თავად გუშაქთა კორპუსმა განაცხადა, რომ ამერიკული დრონი ჩამოაგდო და ცეცხლი გაუხსნა სხვა საჰაერო აპარატს, რომელიც ირანის საჰაერო სივრცეში შესვლას ცდილობდა. თუმცა ის თუ როდის მოხდა ინციდენტი არ დაუკონკრეტებია.